სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ამინ. მე მინდა წაგიკითხოთ ერთი წერილი, რომელიც დაახლოებით ერთი საუკუნის წინ უფრო ზუსტად 30-იან წლებში წინა საუკუნის ერთმა მართლმადიდებელმა ამერიკელმა მისწერა წმინდა მღვდელმთავარ ნიკოლოზ სერბს. მივიღე ჟურნალი, რომელშიც ქრისტიანულ სარწმუნოებასთან დაკავშირებით იმ წერილის სასტიკი ბრალდება გამოქვეყნებული შენ რომ ახსენე. მისი მოკლე შინაარსი ასეთია. დღევანდელ კრიზისში, რომელმაც ამერიკა მოიცვა, ქრისტიანობაა დამნაშავე. იგი გვასწავლიდა, რომ გვეშრომა უფრო მეტი. ჩვენ ვემორჩილებოდით და ვასრულებდით. მანიაკალურად მუშაობდით, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ყველა მუშაობდით, ბევრი ახალი სამუშაოს გარეშე დარჩა. ამიტომაც ჩვენ ახალ რელიგიას ვქმნით, რომელიც გვასწავლის, რომ არ ვიმუშაობთ. მისი დახმარებით კრიზისიდან გამოვალთ. ამ ახალმა მესიამ ბრჭყალებში შეგაცმუნა და განმარტებას ითხოვა. ნუ შეცმუნდები, გაჭირვების ჟამს ნათქვამი სიტყვები, სანახევროდ ძალა დაკარგულია. როდესაც შვილებს უბედურება ემართებათ, ისინი ამაში თავიანთ მშობლებს ადანაშაულებენ. არც ისე დიდი ხნის წინათ ჩემთან ერთი დედა ჩიოდა, რომ გარყვნილი ვაჟიშვილი თავს აბეზრებს, ფულს თხოვს, ხოლო როცა იგი საყვედურობს და ეუბნება, რომ ფულის ფანტვა არ შეიძლება, განრისხებული შვილი შეურაცხყოფს მას. ამგვარადვე ემართება ქრისტიანულ ეკლესიასაც, ყველა ქრისტიანი ხალხი სულიერ დედას და ეს ხდება მისი წარმოშობის დღიდან. მას ადანაშაულებდა ყველა, ვისაც საკუთარი თავის დადანაშაულება არ სურდა და არ შეეძლო. ჯერ კიდევ მეორე საუკუნეში ტერტულიანე წერდა: თუ კი ტიგროსი ან ნილოსი ნაპირებიდან გადმოვლენ, თუ კი ზეცაც იმას არ მოიღებს, ან და ზღვა აღელდება და დედამიწას გააუდაბურებს, მაშინვე გაისმის ზახილი, ქრისტიანები ლომებს დავაგლეჯინოთ. ასევე გაისმის დღეს რუსეთში ხმა პროტესტისა ქრისტიანული რწმენის წინააღმდეგ. იგულისხმება კომუნისტური ბოლშევიკური რუსეთი. მიზეზი ეკონომიკური კრიზისია. ესპანეთში პოლიტიკური წარუმატებლობის მიზეზი, ხოლო ამერიკაში უმუშევრობის, მაგრამ ყოველთვის ერთი და იმავე ზახილი, ქრისტიანები ლომებს დავაგლეჯინოთ. შენ კი ქრისტეს მემკვიდრე ვიცოდე, დევნილნი მოიხელთებენ მდევნელთ. არც ერთი წმენა არ ყოფილა ისეთი დევნილი, როგორც ქრისტიანობა. გუშინაც, დღესაც და ხვალაც ქრისტიანებისათვის ამაში არაფერი მოულოდნელი არ არის. რადგან ეს ყოველივე განჭვრიტა და იწინასწარმეტყველა მაცხოვარმა და ყველა ბრალისა და დევნის შესახებ წინასწარვე უქადაგა მორწმუნეებს, იხაროდნენ და მხიარულ იყვენით. ჭეშმარიტად ქრისტიანული რელიგია თავიდანვე ასწავლიდა ხალხს შრომას, მაგრამ ჩვენი რწმენა იმასაც გვასწავლიდა, რა არის საჭირო, ან რა არ არის საჭირო და რამდენი რამეა ამერიკაში ისეთი, რაც არ არის საჭირო და ადამიანისათვის გამოუსადეგარია. შენ თავადაც ხედავ, სიჭარბე წარმოებაში გულმოდგინე შრომით არ წარმოშობილა, არამედ დოლარებზე დახარბებამ გამოიწვია. ჩვენი რელიგია აღიარებს არა უბრალოდ შრომას, არამედ შრომას უფლის შიშით, მოწყალებას და მოყვასის სიყვარულს. როცა შრომა ყოველივე იმისაგან გამოეყოფა, რაც მას ადამიანისათვის კეთილშობილსა და საპატიოს ხდის და ფულზე ხდება დამოკიდებული, მაშინ მას მსგავსად ყოველგვარი წყევლისა მსოფლიოსათვის განადგურება მოაქვს. არანაკლებად ვიდრე მცონარებას. მე არ შემიძლია დავიჯერო, რომ შრომა, რაც უნდა დაძაბული იყოს იგი, თუ კი უფლის შიშთან
მოწყალებასა და მოყვასის სიყვარულთანაა შეერთებული, შეიძლება სახიფათო გახდეს ადამიანისათვის. კურთხევა არ ექნება არც ვერცხლის მოყვარის შრომას და არც მოწყალებას მცონარე ადამიანისა. ქრისტეს მცნებანი სრულ ყოფილებას თავის სისრულით წარმოგვიდგენენ და არა განცალკევებულად. მსგავსად ხისა დატოტვილი ვარჯითა და ნაყოფით, რადგანაც ერთი მოკვეთილი ტოტი ხმება და იღუპება. იცოდე რჯული ქრისტესი ძირითადი ქვაკუთხედი კლდია ხსნისა. როცა ადამიანები ამ ქვიდან ჩამოდიან, მაშინ მრავლდებიან კანონმდებელნი და კანონები, ურთიერთსაწინააღმდეგონი და ცალსახანი, ხოლო ეს კანონმდებლები და კანონები მათი ქვიშაა და როცა ქვიშაზე აღიმართება სახლი კაცობრიობისა, იგი ქრისტეს სიტყვებით რომ ვთქვათ, დაინგრევა და დაეცემა. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ამ სიტყვებს წმინდა მღვდელმთავრისა ნიკოლოზ სერბისა აქტუალობა არ დაუკარგავს. თუმცა დიდი ხნის წინათ იყო იგი წარმოთქმული. იქმნება კანონები, რომელთაც ძლიერნი ამა ქვეყნისანი საკუთარ ცხოვრების წესზე ირგებენ. შემდეგ მოდიან სხვა უფრო ძლიერნი და იცვლება ეს კანონები და ახალი კანონები შემოდის ძალაში. და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და იცვლება და იშლება იმიტომ, რომ ეს იყო ქვიშაზე აგებული, არა ღვთაებრივ მცნებებზე აგებული კანონები, არამედ ადამიანის გონების ნაყოფზე. დღეს ჩვენ ვხედავთ, როგორ უკვირთ, როცა სამართლდებიან ადამიანები, რომლებიც ცოტა ხნის წინ ხაზინის ქურდები იყვნენ, კაცის მკვლელნი იყვნენ, მტანჯველნი, მაწამებელნი საკუთარი ხალხისა, საკუთარი ქვეყნისა, ტერიტორიების დამკარგველნი, საკუთარი ჯიბის გამავსებელნი, გარყვნილებაში ცხოვრებნი და გარყვნილების მქადაგებელნი და უკვირთ, რომ სამართლდებიან. მე მათ ურჩევდი წმინდა ქრისტიანული თვალსაზრისით, როგორც ასწავლის სახარება, როგორც ასწავლის წმინდა მამები. ჯობია აქ გასამართლდით, ნუ წუწუნებთ. თქვენ ყველაზე კარგად იცით, რომ დამნაშავენი ხართ. ჯობია აქ გასამართლდით, ვიდრე ღვთის წინაშე გასამართლდეთ. რადგანაც აქ თქვენი სასჯელი იქნება მაინც დროში შეზღუდული. ხოლო ღვთის წინაშე სამჟავროზე გამოტანილი სასჯელი კი იქნება მარადიული. ამიტომ ჯობია, როგორც წმინდა მამები გვასწავლიან, აქვე განიცადო სასჯელი, ვიდრე ღვთის წინაშე საშინელ სამჟავროზე. ჩვენთვის ქრისტიანებისათვის არაფერი არ არის მოულოდნელი. ჩვენ ვნახეთ სულ ცოტა ხნის წინ თუ როგორი მარქსისტული აღთქმებით ვდევნიდნენ. და მარქსისტულ სწორედ იმიტომ ვახსენებ, რომ ეს ადამიანები, ვინც ეხლა სამართლდებიან, არიან სწორედ ამ ორიენტაციის, ანუ ღვთის მბრძოლნი. ისე როგორც მარქსმა, მათაც ძალიან კარგად იციან, რომ ღმერთი არსებობს, მაგრამ ისე როგორც მარქსის იდეოლოგია, მათი იდეოლოგია სწორედ ასეთი იყო, ღმერთთან ბრძოლა და მის სახესთან, მიწიერ ცხოვრებაში ეკლესიასთან ბრძოლა. ყველა იმ ძალამ, რომელიც დაუპირისპირდა ლოცვს თავსაკიდურს, ანუ იესო ქრისტეს და მის სწავლებას, დაიმსხვრა, დაიშალა და გაქრა, აღარ არსებობს. ასევე იქნება ყველა ის იდეოლოგია, რომელიც
შემდეგში იქნება და დაუპირისპირდება ქრისტეს ეკლესიას. დაიშლება, დაინგრევა და გაქრება. ხოლო ქრისტე და მისი ეკლესია იქნება მარადეული. ასე რომ ბატონებო, ქალბატონებო, ევროპელებო თუ რუსებო, არ აქვს ამას მნიშვნელობა არანაირი ჩვენთვის. ჩვენ ცალსახად ვაცხადებთ, რომ ყველა ჩვენი მოყვასია. ყველა ჩვენი მოყვასია, ყველა ტომის წარმომადგენელი. მაგრამ ჩვენთვის უცხოა ის ქართველიც, რომელიც უპირისპირდება ქრისტეს ეკლესიას. გაფრთხილდით, ეთამაშებით ცეცხლს. რადგანაც ქრისტე ამბობს, მე მიძლევიეს სოფელი. ქრისტე უძლეველია და დაუპირისპირდებით მას. ღმერთმა დაგლოცოთ და დაგოხდით.